მეგობრებო, მოგესალმებით. მოდით საჯარო გაშლის დახმარებით ორ ვარიანტად. მე თქვენ გავიგოთ რა გაგახარებთ სულ მალე. ჩაიფიქრეთ ციფრი 1 ან ციფრი 2 და რომელი ციფრიც ახლა ყველაზე მეტად დაგიძახებთ 1 ან 2-იანი, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის სწორი და მოსასმელი პასუხი. მაშასადა მე ჩემს ოპერატორს დამთხოვე მთელი სამყაროს ჭიპი გადაიღოს, მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველი. ვარიანტი პირველი. შიგ ჭიპი შუაგულიდან ვარიანტი პირველი რა გაგახარებ სულ მალე. მაშასადა მე ვარიანტი პირველი. მეგობრებო, არამს თუ რა გაგახარებ სულ მალე, მე შემიძლია გითხრათ, რომ თავს იგრძნობთ უკვე ძალიან მაგარ ენერგიებში, თავს უკვე გრძნობთ ძალიან მაგარ ენერგიებში, თასების დედოფალი, არკანი მზე და ცხრიანების თასები. სულ მალე გაგახარებთ ის, რომ თავს იგრძნობთ საოცრად პირველ რიგში, თავს იგრძნობთ ძალიან, გავაპაუზოთ და გავაგრძელებთ. თავს იგრძნობთ სასურველ ადამიანად, სასურველ ქალად. თავს იგრძნობთ სამყაროს ჭიპად. იმიტომ რომ თასების დედოფალი არკანი მზე და ცხრიანების თასები ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ახლა თქვენ რაც გადარდებთ, რაც გაფიქრებთ, რაც განერვიულებთ, რაც ემოციურად გაგელვებთ, ყველაფერი აბსოლუტურად გადაწყდება თქვენ სასარგებლოდ და სასიკეთოდ და ეს რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდება სულ მალე. უახლოეს მომავალში მე შემიძლია გითხრათ, რომ რომ გადახედავთ თქვენს უახლოეს წარსულს სიტყვით, რომ ის რაც მე ახლა ვინერვიულე, განვიცადე, რაზეც მე ახლა ვდარდობდი, ეს ამად ღირდა, იმიტომ რომ ისეთ შედეგს მიიღებთ, ისეთ საოცარ შედეგს მიიღებთ და იმდენად ბედნიერი და ამაყი იქნებით, რომ აი აქ გრძნობთ თავს. აი ამ საოცარ სამყაროში იგრძნობთ თავს, ოდესაც აი ესე ხელის გულზე თქვენი სურვილები დაიწყებს ასრულებას. ვარიანტი 2. ვარიანტი 2. თქვენ რა გაგახარებთ სულ მალე? ვარიანტი პირველი არის საოცარი. რა გაგახარებთ არის საკუთარი თავი გაგახარებთ და საკუთარი შედეგები. და უკვე უახლოვდებით პირველი ვარიანტი ამ შედეგს. ვარიანტი 2. ვარიანტ 2-ს რა გაახარებთ სულ მალე? პენტაკლების დედოფალი. პენტაკლების ტუზი. ქურუმი ქალი, მზის კარელები არიან აქ. მეორე ვარიანტი. და კვერთხების დედოფალი. პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების ტუზი და ქურუმი ქალი. ანუ საოცრება ხდება. რა გაგახარებთ სულ მალე? და ის გაგახარებთ, რომ პირველ რიგში თქვენი ფინანსური სურვილი ასრულდება. ფინანსური საჩუქარი გიახლოვდებათ, რაღაცა ძალიან ესეთი დიდი, წარმატებით გადაწყვეტილი საქმეები, ახალი შენაძენი შეიძლება ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი თქვენთვის. ვთქვათ, რისი შეძენაც დიდი ხანია გინდოდათ, ან ეს შეიძლება იყოს რაღაც დაწინაურება, ეს შეიძლება იყოს ის რაც თავს გაგრძნობინებთ, რომ თქვენ მართავთ თქვენს რეალობაში ყველა იმ პროცესს, რომელიც არა მხოლოდ თქვენ გაბედნიერებთ, არა მხოლოდ თქვენ გიქმნით სტაბილურობას, არამედ შემდგომ თაობას ადამიანებს, ხართ ადამიანებს ვისი იმედიც აქვთ. მეორე ვარიანტი და რა გაგახარებთ სულ მალე და სულ მალე გაგახარებთ ის, რომ პირველ რიგში თქვენი ცნობიერი რაღაცა სხვა საფეხურზე გადადის. აქ ვისაც უშუალოდ მაგიურ ნაწილში გაინტერესებთ, თქვენი ინტუიცია გაიზრდება, თქვენი შეგრძნებები, თქვენი ინფორმაციის წაკითხვა ნიშნების სამყაროსგან,
მაქსიმალურად უნდა ენდოთ თქვენს ინტუიციას, ანუ ნახეთ, თქვენი ფინანსური ენერგია, აქ პენტაკლების ენერგია, უნდა მომართოთ იქ ისე და იმ ფორმით, რომელსაც თქვენი ინტუიცია გიკარნახებთ და ეს აუცილებლად გამოიღებს ძალიან მაგარ შედეგს. ანუ სულ მალე გაგახარებთ ის, რომ მოდი ძალიან ძვირი საჩუქარით გასცე. ძალიან მაგარია, მეც ვერაფერს ვერ დავამატებ და ენერგია გექნებათ იმისთვის, რომ, რა ვიცი, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, მიხვდებით, რომ ყველაფერია შესაძლებელი. ესე იგი, მადლობა ზევს, აპოლონს, მადლობა ღმერთებს და მადლობა ამ მიწას, მადლობა ამ ყველაფრისთვის. დაგემშვიდობებით და ოპერატორსაც მადლობა. გურამ შენს მადლობა.